თოვლიანი 9 ჯვარზე მიმავალი გზა. ულამაზესი ხედები, წყინვალე დღე, ქრისტე აღსდგა. ჭეშმარიტად ქრისტე აღსდგა. ნახე რა სილამაზეა მაგარი. წყალსაცავი იყო ალბათ ესა. ქვევით ტყიბული. აი ეს ახალ სოფლის ტბა, საწირის ტბა, რავი აბა, უკრიბის ტბა, შაორის ტბის ძმობილი. აი, მზის ჩასვლასაც მივასწრებთ კაკრას, რა ცოტა ტემპით თუ ვიარეთ. ეცია. ძალიან მაგარი ამინდია რა. როგორი სიგრილე, სიმშვიდე, ჩიტების ჭიკჭიკი. ხილად, მაგრამ გავლა შესაძლებელია. აქაც არა უშავს რა. აი, ნახოთ როგორი მზის ჩასვლა იქნება 9 ტაძართან როცა ავალთ. ქვევით ჩანჩქერის ხმა ისმის. სადღაც იქ მღვიმეა, უნიკალური მღვიმე. Давай, აი მარინაც ამოვიდა. Давай ბოლო ბრასოკია, молодец. Ქრისტე აღსდგა. Ბაშენოფალ შეგვაძლევი. ვაუ. ზეცაში ვართ რა. აი 9 აჯვარის ტაძარი. მაგრამ აი ტყიბული და ეს საოცრება ღრუბლებში ვართ რა. აი მარჯვნივ კავკასიონი, აი კავკასიონის ქედი, აი იქ სადღაც ბათუმი და შავი ზღვა. წითელი მზე, შავი ზღვა და ზღვაზე თეთრი აფრები. აი აფრები. რა საოცრება. აი ამ სილამაზით ვეღარ დატყვი. დიდება შენ დამარ. ქრისტეს გამტრეთით სიკვდილით და სიკვდილის გადამტკურნელი და
დასაფლავები შინოდა ცხოვრების მიმნიჭებელი აი 9 ჯვარის აი ველოდებოდი მთელი აი რო ეს გამოენათებია ერთი ზის ხირს დაერტყა და ნახე როგორ ბზინა როგორ ბწყინავს 9 ჯვარის ჯვარი როცა კარგი შუქიც არ არის ჯერდა მაგრამ ამაზე მეტი გაბწყინებული გადიდებული იყო გელათის ღვთისმშობლის ეკლესიის ჯვარი რომელიც ბზობის დღესასწაულზე დაადუმეს 900 წლის უკანდელი გაკეთებული ჯვარი რომელიც ყველანაირი მტერს ურჯულოს გადაურჩა თურქს ლექს და ბზობის დღესასწაულზე ადგენენ და მოხსნეს დაადუმდა აი დედა დიდება უფალს ღმერთმა შეუნდოს ყველას თავისი შეცოდებანი